Здравствуйте, уважаемые коллеги! Рада приветствовать вас на нашей площадке. Это дискуссионная площадка газеты «Свободная Грузия», грузинской газеты на русском языке. Поэтому позволяю себе сделать сегодняшнее выступление как раз на русском. А так у нас рабочие языки русский, грузинский, соответственно, по вашему желанию. Тема у нас сегодня очень интересная. Она вроде бы как не связана с политикой, но в целом все равно, я думаю, влияет как политика на нашу жизнь. Роль религии и культуры в международных отношениях. Ну, мы взяли тут несколько вопросов для обсуждения. Будем распределять по мере возможности. И с удовольствием представляю сегодняшних гостей. Рядом со мной Бая Машукель, публицист, директор Дома-музея Смирновых, политолог, основатель Сиха Foundation Арчил Сихарулидзе. Далее Рамаз Иосселяни, актер, режиссер, Важа Утарашвили, доктор теологии, поэт и руководитель общественного центра имени Примакова Дмитрий Лорд-Кипанидзе. Большое спасибо, что сегодня присоединились к нашей беседе. Я думаю, у нас будет очень интересный разговор. С удовольствием передам слово господину Важа Утарашвили, как доктору теологии, поэта, который вот непосредственно связан с обеими нашими темами роль религии и культуры в международных отношениях. Батун Важа, как вы считаете, вообще способны религиозные и культурные институты сыграть реальную роль в предотвращении конфликтов и укреплении региональной стабильности, учитывая то, насколько мы в таком сложном регионе находимся? მე ვფიქრობ, რომ საქართველოს თავისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ეს ეხება ქრისტიანობის პერიოდს და პირველ საუკუნეს ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის პერიოდიდან დღემდე თავისი ყობადობა, თავისი სახე, როგორც ქართველმა ერმა, სწორედ შეინარჩუნა კულტურულ-რელიგიური ღირებულებების დაცვით, ქრისტიანობის დაცვით. საქართველოსთვის ქრისტიანობა იყო ერის სახელმწიფო პოლიტიკა. და ის სწორედ ქრისტიანობა განსაზღვრავდა ერის არსებობას, მის კულტურას, კულტურის აქცენტებს, მიმართულებას, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკისა და მიმაჩნია, რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ევროპაზე, საქართველო თავისი კულტურული ღირებულებებით იყო ევროპასთან ახლოს. სამწუხაროდ დღევანდელი ევროპა აღარ არის რაინდული ევროპა. იგი სულ სხვა გზით წავიდა, LGBT გზით წავიდა და შეიძლება რომ აი ამ გზას გაყვეს საქართველო და მიმაჩნია ასევე რომ გლობალიზაციის პირობებში, აი დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, სწორედ თავისი კულტურული ღირებულებებით, თავისი ტრადიციებით, თავისი ქრისტიანობით უნდა შეინარჩუნოს ქართველმა ერმა თავისი სახე. ყველაფერი დანარჩენი, თავსმოხვეული, ეს არ ახალია ძველია, განა გლობალიზაცია უბრალოდ ტექნიკურ-ტექნოლოგიური თამასა არის მაღალ დონეზე აწეული, თქვათ იგივე კომპიუტერული ინფორმაციული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, რობოტოტექნიკა და ასე შემდეგ, მაგრამ განა გლობალიზაცია არ იყო იმ პერიოდში, თქვათ არაბეთის ხალიფატი, ან გლობალიზაცია არ იყო თურქ-სელჩუკთა დიდი იმპერია, განა გლობალიზაცია არ იყო ირანის იმპერიის შემოსევები, უბრალოდ ის ტექნიკური საშუალებები, რაც დღეს სახელმწიფოთა და ერების დამორჩილებისთვის და განადგურებისთვის არის უკვე გამოგონებული, ის მაშინ არ იყო, ესე ადვილად არ ხდებოდა. ამდენად სხვა დრო იყო და ამდენად შემთხვევითი არ იყო, რომ ქართველი ერი უპირველესად თავის სარწმუნოებას უფრთხილდებოდა, თავის ქრისტიანულ იდეოლოგიას უფრთხილდებოდა და ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაც იყო ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირი. თუ ჩვენ ავიღებთ ისტორიას, თუნდაც არ მინდა ეხლა ძველი პირველი და მეორე საუკუნეები, ვთქვათ, ავიღოთ იგივე ევროპელი მისიონერების შემოსვლა საქართველოში. ქართულ სულთან ვერ მოვიდა მაინც ის კათოლიკური იდეოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისიონერები აქტიურებდნენ
საქართველოში იქნებოდა ეს გორი, იქნებოდა დასავლეთ საქართველოს სამეგრელო თუ სხვა, მაგრამ ის იდეოლოგია, რომელიც შემოიტანეს, ვერ მოვიდა ხალხამდე, ვერ მოვიდა ვერც სამეფო კარამდე და ვერ იქცა განსაზღვრელად საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციისა. მით უმეტეს რომ ასევე ისტორიას თუ გადავხედავთ, ვერც ერთ მონაკვეთს ვერ ნახავთ, რომ დასავლეთი ევროპის ქვეყნები საქართველოს დახმარებოდნენ გადარჩენის თვალსაზრისით. სამაგერო ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ პირველი საერთაშორისო პოლიტიკური აქტი, ეს არის ქუჩუკ-კაინარჯის ზავი 1774 წლის 10 ივლისს დადებული, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს როგორც პოლიტიკური მხარე, პოლიტიკური სუბიექტი არ მონაწილეობს ამ ხელშეკრულების დადების პროცესში, მისი 23 მუხლით სწორედ დასავლეთის, შორაპანის, ცუცხვათის, ქუთაისის, ბაღდადის ციხეებიდან განდევნილი იქნა თურქი დამპყრობლები. და სწორედ აი ამ 23 მუხლში ცალსახად არის ჩაწერილი და აიკრძალა ოფიციალურად ქართველი გოგო ბიჭების გაყიდვა სტამბოლის ბაზარზე. და ეს პროცესი რო იყო საზარელი, იგივე ევროპელი მისიონერები წერენ, იგივე არქანჯელო ლამბერტი იქნება თუ პიეტრო დელავალე იქნება თუ კლოდ მალენგრი იქნება თუ რომელიც იქნებოდა. ეს დამალული არ არის, ხლა ციგნებიცა და ყველას წაგიკითხეთ, თქვათ წმინდა კოლხეთი და სამეგრელოს აღწერა და რელაციები პიეტრო დელავალეს და ცალკე გამოცემული ციგნები დაწყებული 1658 წლიდან დამთავრებული 1775 წლამდე. და ვერ ნახავთ, ამიტომ სამწუხაროდ მომავალმა თაობამ ეს ისტორია არის ის. აი იგივე დაუბრუნდები ქუჩუკ-კაინარჯის ზავს, ნახეთ გმირ მეფე სოლომონს, დასავლეთ საქართველოს იმერეთის მეფე სოლომონს ეკატერინე მეორე წერილს და აგებინებს თუ რას ნიშნავს ქუჩუკ-კაინარჯის ზავი და მისი 23 მუხლი და როგორ უნდა მოიქცეს ქართველი მხარე, აი როგორც ერთ მორწმუნე ერს მიმართავს. რატო? იმიტომ რომ იქ თურქმა დამპყრობლებმა 23 მუხლში ჩაწერეს ისეთი ნიუანსები, რომ თუ ესე იგი მოსახლეობა მოინდომებს, რომ რა ქვია ბრწყინვალე პორტა, ასე ერქვა. იმას რა ქვია უწოდებდნენ იმდროინდელ თურქეთის იმპერიას. თუ ბრწყინვალე პორტასთან მოსახლეობა მოინდომებს ყოფნას, მაშინ ეს ამ ციხეებში ისევ თურქული გარნიზორები შემოვლენ, დარჩებიან ქართული მოსახლეობის დასაცავად. ნახე რა საკეთებს ამ წერილის მერე სოლომონ მეფე. დაუყოვნებლივ ამ ციხეებში შეყავს ქართული ჯარი და ქართულ გარნიზონებს აყენებს. სწორედ რუსებმა ჩააყენეს საქმის კურსში, რომ ეს ციხეები დაეკევებინათ და ეს იყო უდიდესი გამარჯვება იმდროინდელი საქართველოსთვის. და სწორედ ამ პროცესმა გადაარჩინა დასავლეთ საქართველოს სტატისტიკა რო ნახოთ, ხო, ეხლა აი მე ზუსტად გიორგი სააკაძე და შემდგომ ეპოქას სწავლობ, ესე იგი შეგზარავთ სტატისტიკა, იცით? წელიწადში ახალგაზრდა ქალვაში მარტო სამეგრელოდან, გურია, ოდიშიდან და იმერეთიდან 30000-ზე მეტი გაყავთ. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, ისე კი არა რომ რაღაცა ყურმოკვდით. აღწერილი ხალხო, იმიტომ რომ არსებობს ჩვენი შესანიშნავი ისტორიკოსების, როგორებიც იყვნენ თქვათ იგივე აკადემიკოსი სერგი ჯიქია, იგივე ცხოვრებული ნოდარ შენგელია, ბრწყინვალე პროფესორი და თურქოლოგები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ სტამბოლის არქივებში, ხო? და გამოცემული ეს დიდი სქელი და ვილაიეთი გურჯისტანის, თბილისის ვილაიეთის აღწერა, ქართული მეების, რა ქვია, დაყოფა ვილაიეთებად, რაც გააკეთეს თურქებმა. და ნახეთ, იქ არის ეს ყველაფერი, რა გადასახადები, რა ძარცვაგლეჯა მიდის ჩვენი საქართველოს. აი ეს არის რეალობა. აი ამ რეალობას თითქოს უმალავენ დღევანდელ თაობას. და ამიტომაც არის, რომ აი ეს კულტურულ-რელიგიური ღირებულებები შინაგანად იცოდა ქართულმა სამეფო კარმა და ქართულმა ეკლესიამ. და სწორედ ამიტომაც გადადგეს ეს ნაბიჯი. ერეკლე მეორეს არ გადაუდგე ეს ნაბიჯი თავისი მაღალი
მოხელეების რჩევის გარეშე, ახლა სოლომონ ლეონიძე და ეს ყველა ვიცით, მაგრამ ასევე ქართული ეკლესიის გარეშე არ გადაუდგა. აქ ახლა დადგება ალბათ ერთი საკითხი, რატო გაუქმდა მერე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალი? ესეც უნდა ითქვას, ცით ამას რატომღაც აჩუმატებენ. იყო ასეთი კათოლიკოსი ანტონ პირველი, რომელიც რუსულ ეკლესიის გენერალიტეტში ბჭყალებში ეს სიტყვა შეიძლება იგივე წმინდა სინოდში მერვე ადგილს იკავებდა, ხო? და მისი მუხლი, მერვე მუხლი, რომელიც საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას ეხებოდა, იყო ორჭოფული და სწორედ ეს მუხლი იყო ის სუსტი მუხლი, იურიდიულად სამართლებრივად რიცაც გაუქმეს. რა თქმა უნდა, უარყოფითი მოვლენა იყო ეს. ქართული ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება, მაგრამ აქ ამაზეც უნდა ითქვას, ეს იყო ანტონ პირველის დამსახურება ბჭყალებში. მას მისმა იასებ ჯერ სუნიტური სარწმუნება მიიღო, მერე შიიტური და ასე შემდეგ. პირიქით ჯერ შიიტური და მერე სუნიტური. ეხლა საქართველოს გადარჩენა, სწორედ ფიზიკური გადარჩენა, სარწმუნოებრივი გადარჩენა მოიტანა მისმა შეერთებამ რუსეთთან. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უამრავი უარყოფითიც ჰქონდა ამ პროცესს, მაგრამ ძალიან ბევრი დადებითი. და რატო ეხლა მაგალითი შედარებისთვის. ნახეთ, დღეს რუსეთში ცხოვრობს უამრავი ქართველი, რა ვიცი, კონი მილიონი თუ მილიონზე მეტი თუ ნაკლები, ხო? რუსეთში არის ჩვეულებრივად ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები. იგივე მოსკოვში აღარ მინდა სხვაგან ეხლა და თქვათ მამა გაბრიელის ეკლესია გაიხსნა და ეს. და თქვათ იგივე ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, ქართული ეკლესიის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი იყო 2006-2008 წლებში. ელიას ხომ სწავლობდა. რა თქმა უნდა, უწმინდესი სწავლობდა. დღეს რო სვავენ კითხვას, რატო სწავლობდა? სად უნდა ესწავლა, მაინტერესებს ერთი. ბრიუსელში, სტრასბურგში, ლონდონში ეს ხალხი ხო, აღარ ვამბობ დიახ, ქალბატონობა თერგდალეულებზე. რუსეთში ცხოვრებ ქართველებს ჩვეულებრივად ქართველებად აღქვენ კადმალავენ ნაციონალობას. თურქეთში მცხოვრები ქართველების გვარები მითხარით ერთი, რომელიც ოღლუზე მთავრდება, ხო? არიან იქ ბერიძეებიც, არიან სხვა გვარებიც და ასე შემდეგ, მაგრამ თავის გვარს აი ესე ყურში ჩუმად გეტყვიან, რომ მე ჩემი წინაპარი ეს გვარი იყო. უფრო მეტი ჩვენი ისტორიული ტაძრები, პარხალი, იშხანი, დოლისყანა, ხანძთა, ოშკი და ასე შემდეგ, ხო? ოთხთა და ასე შემდეგ. სანთლის დანთება შეგვიძლია, ჯარიმებია ხო დაწესებული. აი ბოლო პერიოდამდე თვით სასულიერო პირებსაც კი ეხლა მე თეოლოგიის დოქტორი ვარ, პროფესორი ვარ და გადასვლა უჭირდათ სასულიერო ფორმით და წინამდებობები ხდებოდა. და სანთლის დანთება კი არა, ჩვენი წინაპრების აშენებული უფწყინვალესი სულიერების კერების რესტავრაციის უფლება არ მოგცა თურქეთმა. და პანაია სუმელაში ერთი დღეა გამოყოფილი ისიც დიდი წვალებითი იუნესკოს და ამის და იმის ჩარევით, რომ სანთელი დაანთო. იმიტომ რომ მე მაგალითად 95 წელს ვიყავი დელეგაციის ხელმძღვანელი, მაშინ არ იყო ეს რა ქვია ნებართვა პონტოელი ბერძნების და ქართველი მომლოცველების დელეგაცია იყო ერთობლივი და სანთელს არ გვანთებინებდნენ. ეხლა რუსეთში რომელ ქრისტიანულ ტაძარშიც გნებავთ, ეს ნოვგოროდი იქნება, სანქტ-პეტერბურგი იქნება, მოსკოვი იქნება, თუ ვლადივოსტოკი იქნება, არავინ არ უშლის, შედი დაანთე. ჩვეულებრივად ჩვენი წმინდანების ხატებს ნახავ იქ არა მარტო ძველებს, არამედ იგივე მამა გაბრიელის სალოსი, ხო? ამოცინე და უფრო მეც ვიტყვი. რომელ ქვეყანაში გადაიხადეს სამგლოვიარო არაკლისი, სამგლოვიარო მესა სრულყოფილად ისე როგორც რუსეთში აღავლენა ჩვენი დიდი პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ხსოვნასთან დაკავშირებით. ყველა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეს სამგლოვიაროის გადაიხადეს.
ეხლა დამისახელეთ მაშინ თურქეთში, ირანში თუ არაბეთში. ამიტომაც ეს შინაგანად ქართველმა კაცმა იცოდა და ამიტომაც მისი პოლიტიკური ორიენტირები ბუნებრივია უპირველესად მიყვებოდა რელიგიურ, სარწმუნოებრივ ორიენტირებს. რადგანაც სწორედ 1624 წელს ქეთევან დედოფალმა როცა აჩვენა მთელ იმ დროინდელ კათოლიკო ევროპასაც რომ ქრისტიანობა ქართველობაა და ქრისტიანობის უარმყოფელი ქართველობის უარმყოფელია. აი ეს მოწოდება წითელ ზოლივით გასდევდა მთელ საქართველოს ისტორიას. და აი თუ ამას ილია ჭავჭავაძე ბრძანებს ხო თავის ივერიაში. ეს ფრაზები პირველად სად გვხვდება? პიეტრო დე ლავალე, როდესაც რომის პაპს ურბან მერვეს წერს 1621 წელს, რომ თუ ისპაჰანში დაინახავ ქართველს, აუცილებლად უნდა ჩათვალო, რომ ის არის ქრისტიანი მართლმადიდებელი. ხოლო თუ ნახავ, რომ ქრისტიანი მართლმადიდებელი, ამტკიცე ის აუცილებლად ქართველია. ანუ და მერე წერს ქართველობა და მართლმადიდებლობა ეს ერთი და იგივე სინონიმური ცნებებია. ამიტომაც აირჩია რუსეთისკენ ორიენტირი საქართველოს. და დღესაც მიმაჩნია, რომ კულტურულ-რელიგიური ღირებულებები ჩვენი პატარა ქვეყნისა, რომ გადარჩეს ამ გლობალიზაციის პირობებში, რომელიც ატორტმანებს მთელ მსოფლიოს, სწორედ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და მჭიდრო კავშირია საჭირო და მე ვფიქრობ, რომ სწორედ მასონური ძალების უდიდესი დანაშაული იყო, როდესაც უახდინეს ამ ორი მართლმადიდებელი ერის დაჯახება და ერთმანეთთან საომარ ვითარებაში, საომარ ბრძოლის ველზე ერთმანეთის პირისპირ დაყენება. ეს რუსეთსაც ძალიან ცუდია და ძალიან ცუდია საქართველოსაც. უნდა გავიხსენოთ დიდი რუსი წმინდანის სიტყვები, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიასთან დაჯახება და ომი. იმიტომ რომ ეს არც რუსეთს არ უკადის დადებით და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებები არც რუსეთში დღეს და არც საქართველოში იმ დონეზე ვერ აცნობიერებს ამ ყველაფერს, იმ ისტორიულ წარსულს და რეალობას, რომ უფრო შემხედრი პროგრესული ნაბიჯები გადადგან ერთმანეთის მიმართ და ის საშიშროება, რომელიც პატარა ქართველებს ემუქრება, დადებითად გადაწყდეს ერის სასიკეთოდ. იმიტომ რომ დღეს ყველაფერზე ლაპარაკობენ ხელისუფლებები ჩვენთან, ძაღლების უფლებების დაცვაზე, რაღაცა მაწანწალაიმების უფლებების დაცვაზე, რაღაც სცენარების იმის დაცვაზე, მაგრამ ქართველი ერის, მისი უდიდებულესობა ქართველი ერის უფლებების დაცვაზე არ ლაპარაკობს არავინ. არავითარი ხელისუფლების წარმომადგენელი დაწყებული უმაღლესი ეშელონებიდან დამთავრებული სახალხო დამცველები და ასე შემდეგ იმ არასამთავრობოებით, რომელიც კონათ შაურია დასავლეთის დაკვეთით ჩვენთან.